როგორ უნდა შეამზადოს ოჯახმა გოგონა მენარქისა. მაგ მხრივ არის ორი მიდგომა მსოფლიოში, სადაც სქესობრივი განათლება, ანუ სექსუალური განათლება არის ერთი ის, რომ გავიგოთ რა იცის უკვე და იმის მიხედვით აუხსნათ მისთვის გასაგებად მის სასაკთან შესაფერისად. ეს რა თქმა უნდა მშობელს შეუძლია ყველაზე კარგად, იმიტომ რომ მშობელმა იცის მეტნაკლებად რა იცის მისმა შვილმა და როგორ არ დაისტრესება. ანუ ჩვეულებრივად პირდაპირ შეგვიძლია მივაწოდოთ, არის ინფოგრაფიკები, არის რაღაც შესავსებები, გასაფერადებლები უფრო პატარა ასაკისთვის და ამ საკს ჩვეულებრივად როგორც კი კითხვა დაებადება, არ დავაიგნოროთ, თუ არ გვაქვს პასუხი, უთხრათ, რომ მე მოვიძიებ ამის შესახებ ინფორმაციას, მიმართოთ პროფესიონალებს, მათ შორის პედიატრებს, მათ შორის გინეკოლოგებს, ენდოკრინოლოგებს, ოჯახის ექიმებს და იმათგან მივიღოთ ეს ინფორმაცია, ან მოვიძიოთ, ან ჩვენ შულთან ერთად მაგალითად ChatGPT-ს ვკითხოთ, Google-ს ვკითხოთ, ანუ ერთად ჩავერთოთ, როგორც კი ბავშვი იგრძნობს, რომ ამ პროცესში თანასწორია თავის მშობელთან და ის უსაფრთხო გარემოშია, მაშინ ისიც ჩაერთვება და უფრო რაღაც აღმოჩენითი პროცესი იქნება, როგორც მაგალითად ქვიშაში თამაში ან იმის ყურება, რომ ზე ჩადის, ხო? ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს.